მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. გურამი შეუძლოთ არის და ერთ დღეს გააცდეს. დავიწყოთ საუბარი, დავიწყოთ უცნაურობით მეგობრებო. ესე მოხდა, რომ ოპოზიციის საკმაოდ დიდი კუში დაჭერილია და ყველას ფეხებზე კიდია, მათ ვისაც ეს უნდა ანაღლებდეთ. გარეთ თუ შიგნით. და მინდა ახლა გავერკვეთ თუ რატომ მოხდა ეს და რის გამო. დავიწყოთ ანალიზი, ხო? ხო, სანამ მე კითხვის ფორმულირება შესაძლებელია, იმიტომ რომ მათვისაც უნდა ადარდებდეთ ალბათ ის ადამიანები, რომლებიც პირველზე კივიან. ეს სამსაც ხედავთ, ვისაც ადარდებდეთ. მასაც გულისხმობ და არა ერთეულს. მასაც რატომ უნდა ადარდებდეს? ხო, აი მოდი ესე დავიწყოთ. მარგინალური ოპოზიცია, ოპოზიცია, რომელიც არ არის არც ერთი გარდა იმ სექტანტური მიკროსოციუმის, რომელიც მიშამ შექმნა და გამოზარდა და ყვება და დააჰიპნოზა და ცნობიერება გადაუნერგა გარდა ამ სექტისა, რატო შეიძლება ადარდებდეს ვინმე ამ ქვეყანაში, მაგალითად ის რომ ისედაც ძალიან ბევრ დანაშაულში ხილებული ნიკა გვარამია მხოლოდ რამდენიმე თვე წავა ციხეში. ანალოგიურად ზურაგირ ჯაფარიძეზე, ანალოგიურად მევახშე თაღლითებზე, ანალოგიურად იმაზე რა ქვია ჭიჭე ვაშაძეზე და სრულად ოდიოზური ოპოზიციური სპექტრი აბსოლუტურად დასაბუთებულად და არგუმენტირებულად სამართლის თუ კანონმდებლობის ყველანაირი ზომის დაცვით ძალიან მათთვის შეუსაბამოდ მცირე ხნით მოთავს და იზოლატორში. აქ ერთს ვიტყვი უბრალოდ. რა ვინ უნდა აღშფოთოს? ხო, ანუ აი ვიღაცა აღშფოთა რაღაც პოსტი რომ დადეს რომ საქართველოში ლიბერალები დაიჭირეს. ხო, ნუ დინამიკას მინდა დავაკვირდეთ. ესე იგი ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ თქვა ევროინტეგრაციაზე, რომ ისინი არ მიმართავენ ევროკავშირს და დაელოდებიან მათ პოზიციას და ატყდა ამბავი, ხო? საარჩევნების შემდეგ იყო. და მიმდინარეობდა სავაჭრო მაგის მერე დაიწყო უწყვეტი პროტესტი. პროტესტს ისევე როგორც ნებისმიერ პროცესს აქვს გამძლეობის ვადა. ნებისმიერი პროცესი უნდა დაიგეგმოს ისე რომ დაიწყოს აქტივობა, მივიდეს პიკამდე და შედეგამდე. ეს რითაც ტრაბახობენ ის რამდენი დღეა უკაცრავად რა მნიშვნელობა აქვს, ხო? 200 მე რაღაც. ამან დედაუსი რა პროცესი. ანუ მოთანგა, გათანგა ხალხი იყო შიგადაში გამოდიოდნენ მოქალაქეები, კაცო, ოპოზიციურად განწყობილები. და თვითონ პროტესტში მარგინალური ელემენტების გაჩენას, ჩაფურთხებას, შამანების შემოსვლას, LGBT მარშებს, რა ვიცი, ჩხუბს, ყვირილს, ჭინკების შაბაშს ამ ყველაფერს აქვს შედეგი რომ გამოაცალა ხალხი, დაღალა, გათანგა. და შესაბამისად, როდესაც თვითონ მე პროტესტებს მობეზდათ ესენი. აი მაშინ სრულიად კანონიერი, ისეთი კანონიერი ვიზეზით და განაჩენით, რომელზეც საერთოდ არავინ ხმას ვერ ამოიღებს, ვერც ევროპაში და ვერც აქ, მოხდა მათი იზოლირება. იმ დრო მაგალითად არჩევნების შედეგების გამოქვეყნების თანავე, როდესაც ოპოზიცია დამწყრივდა და იმის საჯდომით მოუბარმა აბსოლუტურმა კრეტინმა და იდიოტმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამის თქმაო და ახლა გეუბნებითო, რომ ქართული ოცნება გადადის ოპოზიციაში და ჩვენ გავიმარჯვეთო. ანუ პირველი დღე იყო ამ ილუზიის შექმნის ცდელობა, ხო? რომელიც ნუ რასაკვირველია მეორე დღესვე დაინგრა, იმიტომ რომ სადამდე უნდა აჭამო, რამდენიმე საათი ეიფორია შეიძლება, ანუ საათი ეიფორია შეიძლება ამყოფ. შემდეგ დაიწყო ძალიან აქტიური პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები გაყავდა და გაყავდა თან 400.000 ხმით. და ნუ აი ამ ეიფორიაზეც კიდე რაღაცა რამდენიმე კვირა გაქაჩეს, ხო? მაგრამ თუნდაც ის არასექტანტი და ბოლომდე არა დაბლაგვებული და სამშობლოს საკუთარ ქვეყნის და სამშობლოს მოძულე ამორჩეველი, რომელიც სხვადასხვა რიგი მიზეზებით არა ქვეყნის სიძულვილით, მაგრამ რაღაც რიგი მიზეზებით, ზოგი შეცდომაში შეყვანით, ზოგი რაღაცის უკმაყოფილებით, მაგრამ ნუ მაინც არასწორად ამათ აძლევს ხმას. ის ადამიანი ხედავს, რომ ამდენი ხანია ლაპარაკობენ, რომ 400.000 ხმა გაყავდა. ერთი მტკიცებულებაც ამის არ არსებობს. ვერ მოაქვს, ან 4 ოპოზიციურ პარტიას ერთი მტკიცებულება ვერ მოაქვს, რომ 400.000 ხმით გაყავდა არჩევნები. და შესაბამისად ეს ტალღა გაჩერდა. და გახსოვს შენ ხო ნოემბრამდე
ამ ეს დიდი ხანი ანუ აღარ გაგრძელებულა ეს რაღაც ოქტომბრის ბოლომდე სადღაც გაგრძელდა იანვრის დასაწყისში ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი იყო ქალაქში რუსთაველი თავისუფალი იყო როგორც ჩვენ ეძახო შაბაშებს აღარ აწყობდნენ და როდესაც გაკეთდა განცხადება ის რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს შანტაჟის იარაღად ევროპულ ბიუროკრატიას აღარ გამოვაყენებინებთ მაგრამ ჩვენ 2028 წლისთვის შევასრულებთ ყველა იმ წინაპირობას და პუნქტობრივად ყველა ჩარჩოს მოვიყვანთ წესრიგში რომელიც აუცილებელია ჩვენ გაწევრიანებისთვის კი უბრალოდ ეს აღარ იქნება მორიგი შარლ მიშელის შეთანხმება მსგავსი შანტაჟის იარაღი რომელიც ჩვენ ქვეყანაში იწვევს მუდმივ შფოთს და დესტაბილიზაციას და განხეთქილებას და დეპოლარიზაციას და ასე შემდეგ ამაზე ისევ ამათი აგებული ნარატივით ის რო უკვე დაიწყეს რევოლუცია. კი, ყორო, იმიტომ რომ იმას ვეღარ ამტკიცებენ, არჩევნებზე უკვე აღარ აელაპარაკი, უკვე არის რომ აი პირდაპირ ხო. გაარუსეს. ხო, რევოლუცია. ეხლა უყურე. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს გაარუსეს? აი კიდე სხვა ვამბობ. რევოლუციას აქვს თავისი ასევე პროცესია და აქვს თავისი წესები. ჩვენ ვიცით სწავლობდით ან ვისაც გვაინტერესებდა ვკითხულობდით რევოლუციონერებს როგორ ხდებოდა საფრანგეთში რუსეთის იმპერიაში და რევოლუციას აქვს ანუ когда верхи не могут а низы не хотят როცა ხელისუფლებას არ შეუძლია ასე თქვა კონტროლი და მასას არ შეუძლია მოთმენა ეს სიტუაცია საქართველოში არ არსებობს როგორც ჩანს და კიდე უფრო გამოჩნდება ეფექტურია ჩვენი ხელისუფლება და მასაც უდიდესი მასა არჩევნების შედეგის მიხედვით თუ და ენახათ ეს აკაცუკებს კმაყოფილია ხელისუფლებით. ანუ ეს უნდა ყოფილიყო არა რევოლუცია, არამედ რაღაც ბუნტი, არეულობა, რომელსაც მე საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა მოყვებოდა და რეჟიმ ჩეინჯი მათ ტვინებში მოხდებოდა, მათი აზრით. არ მოხდა ეს ამბავი. ანუ აცადა შეიძლება მათ ყავდათ გულშემატკივრები, მაგრამ არ გამოდიოდნენ ისინი ქუჩაში. აცადეს არ მოეწონა დარწმუნებული ვარ ეს ძალადობა, რომელიც მათ გამართეს, ფეერვერკების სროლა, გადაწვის მცდელობა, ვერ გააკეთეს, ძალა არ ეყოთ ელემენტარულად და სუსმა ძალიან კარგად იმუშავა, რომ ინფილტრირება არ მოხდა უკრაინიდან ან სხვა ადგილებიდან შეერაღებული ადამიანის იყო ამაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა და სახელმწიფომ შეძლო საკუთარი თავის დაცვა და ხალხის დაცვა. ამის შემდეგ უკვე როცა ეს დაამთავრდა, როდესაც უკვე ასეთი ძალით შეტევები აღარ იყო, იმიტომ რომ მოხდათ 1-2. ამის შემდეგ გადავიდა რაში, იცი, აი აბსოლუტურად გაუგებარ ეგრეთ წოდებულ პროტესტში. რევოლუცია ჩაფლავდა, მერე თან მქონდათ უსუსული მცდელობები გაეგმირებინათ ეს ქალი, დედაბერი, ხო, რომელიც არ უნდა გამოსულიყო თუ გამწვევებმა უნდა თავის სასახლიდან. გამოვიდა კი არა, ყველაფერი იკადრა, ეხლა რაღაც მოდვებს აწერს თავის Facebook-ში. მოკლედ ეს ყველაფერი ჩავარდა. მოხდა ისე მეგობრებო, რომ ოპოზიციის აზრი კი არ დაიკარგა, არსი დაიკარგა. აი თქოთ განსხვავებას მიაქციოთ ყურადღება. ოპოზიციის არსი საქართველოში არის დაკარგული. ხო არ გაუშვათ უკვე გეგელია, გეგელი. გაუშვათ კაც. ბურჯი ის არ არის მზად იმ სცენარისთვის, როდესაც ერთიანი ფრონტით შევუტევთ თბილისში მაგალითად. არ არის ამისთვის მზად, იმიტომ რომ არც ერთი გაყალბება არ ეყოფა იმ ტალღას, რაც მას შეიძლება რომ დაატყრეს თბილისში და ეს მან მაგრამ მაყურებელი რომელიც ახლა გისმენს და ფიქრობს რომ ეს მოусმენია 26 ოქტომბრამდე იმათვის რა პასუხი გაქვთ? აღარ ვართ 26 ოქტომბერში. აღარ არის ის დრო საერთოდ რა შეიცვალა? შეიცვალა, ჯერდი ადამიანების განწყობა შეიცვალა. შეგახსენებთ იანვარში ჯერდი ქართულ ოცნებას ყავდა დაკარგული ამომრჩეველი. ეგ შეიცვალა. საერთაშორისო ველი კიდევ უფრო მძიმე არის, ეგ შეიცვალა. ყველაფერს პირიქით ლაპარაკობს. ანუ ყველაფერი ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა ოღონდ რა. დეგენერატები არის. როგორც დღეს ტრამპმა აღნიშნა, ეს ამათაც კარგად მიესადაგება, they don't know what the fuck they are doing. ანუ იმენა ანუ აი ესეთ დებილები გამოდიან და მართლა 200 რაღაცა დღე არის გეუნებიან ერთი და იგივეს, რომ აი ხა გაზაფხულმა ჩაერა ხალხის გაზაფხული ვერ მოვიდა, მაგრამ მოვა ხალხის შემოდგომა. არ იქნება სამართალი, არ იქნება შვიდობა, ცეცხლი ოლიგარქიას. ქართული ხელისუფლების ფალავანი თბილისში არის კალაძე. რა თქმა უნდა. ვინ არის ოპოზიციის ან გაერთიანებული, ან ცალ-ცალკე აქამდე ხო იყო რომ ალბათ გახარიას დააღენს, მაგრამ გახარიამ ისეთი პლეტიაცია. გახარიამ ისეთი პლეტიაცია, რავი ზმაო, ანუ
არა, წავიდა, აღარ ჩამოვა გახარი. ან თუ ჩამოვა, რა ვიცი, შეიძლება ჩამოვიდეს კიდეც. კაცი არის გაქცევისთვის დაბადებული, ანუ ჯერ ღალატისთვის გაიქცა, როცა მელიას გამო ბრძანება მიიღო და გადადგა. ყველაზე არაკაცური და მოღალატეობრივი ნაბიჯით და ეხლა ბიჭო თავისი პარტია მიატოვა, რომელზეც ჯერ განაცხადა, რომ არჩევნებში ვიღებთ 100% მონაწილეობას, იმათ დააჯერა, რომ ეგრე გვინდა. და ეხლა მოიქიშტა გერმანიაშია. და თან აქ ქმნის იმას, რა ქვია, საფუძველს იმის, რომ აღარ ჩამოვიდეს, ხო ნახე უკვე ჯიბის ექსპერტებმა რო დაიწყეს ლაპარაკი, ურჩევთ, რომ არ დაბრუნდეს, იმიტომ რომ აქ პოლიტპატიმრად გადააქცევენ და დაატყვევებენ და მას არ მისცემენ იმას, რა ქვია, პოლიტიკურ საქმიანობის შესაძლებლობას და იქიდან უფრო შეძლებს, რომ მე ფუნქციური მაინც იყოს. მუთხრა ამ ხალხს, რომ 7 თვე კურორტზე წასვლა იმ ციხეში, რომელიც ამათვის ბაირამობა. ბაირამო ეს ციხე არ არის, კიდე ერთხელ მომბობ, კაცო მე დავწერე კიდეც ეგრე არის და არ მინდა გამეორება. კაი, აბა ხატია დეკანოიძე რას გვეტყვის, აი გაუშვით. ჩაფიქრებული აქვს, რომ ეს ქვეყანა გააუქმონ და ადამიანებს დაუტოვონ არჩევანად, რომ ან იცხოვრონ მორჩილებაში, ან რა ვიცი, ემიგრაციაში წავიდნენ, ან ციხეში. ხო და მე მიმართო ყველას რეჟიმს, არ ვიცი, რუსულ რეჟიმს, მე არ მეშინია ამ სიტყვის თქმის, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მათ აუცილებლად დაამხობთ და დაამხობთ ძალიან მალე. ხო. იგრეა ლეოქრო. ანუ კიდე ერთხელ მომბობ, არ არსებობს პროტესტი ამ ხალხის ციხეში გაშვების გამო. ანუ ამის ლოგიკით გამოდის, რომ ქართველი ხალხი ეგუება რუსულ რეჟიმს. ანუ აი ლოგიკა ხო ეს? ჩელიაბინსკში ყოველდღე რო იღვიძებ ადამიანი. მე ეჩვევი კი ბატონო. რთული არის, როცა აღმოაჩინე, რომ თურმე არანაირი განსხვავება არ ყოფილა წინა გაღვიძებასა და იმ გაღვიძებას შორის, რომელზეც დაგაჯეროს ჩელიაბინსკი არის. მე ხვდები, რომ მე მგონი ამ ადამიანებს აღარ უნდა დაეუჯერო და სხვა პრიზმიდან უნდა შეხედო შენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. აი ერთხელ მაინც, აი მაგალითად, ესენი გასაგებია ამ ფუჭ ლაპარაკში ფულშოულობენ, მაგრამ ხო ყავთ რაღაც გარკვეული რაოდენობა მომხრეებისა. აი დაუსვან საკუთარ თავს ამ მომხრეებმა შეკითხვა, რომ როდესაც 7 თუ 8 ფეხბურთის გუნდია მე მგონი დაჭერილი მთელი, ხო? ჯერ ვერა. ცოტა ხანი და შედგება ეს გუნდი, ხო? და არც გარედან არის პროტესტის ხმა, ევროპელებისთვის გაუგებარი. ხალხის გაზაფხული მოდის შავა, ნუ გავიწყდება. ზაფხული თუ რომელი, ვერ გავიგე. გაისად, ხო. და ხალხსაც ფეხებზე კიდე. აი თინა ბოკუჩავა მაგალითად კიდე ერთხელ გავუშვი. მიხეილ სააკაშვილი მე-4 წელია. აუ, დაუთრევი ამას, ახალი iPhone. ერთი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ყოფილი თავმჯდომარე თუ სხვა. თან მე მგონი სხვადასხვა მომენტებში ყოფილა პოლიტიკურ Ultra Pro Max-ი აქვს თუ რაც დიდი iPhone-ი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ ეს რთული ემოციური მდგომარეობა უნდა დავძლიოთ და დავძლიოთ კიდეც და მინდა გითხრათ. ემოციურ მდგომარეობაზე გამახსენდა. მე ვითხოვ პასუხს ამის კვრის გატაცების кейსს. კი და მას უთხრეს სად არის ეგრე. მას ტევე პირველი ძალიან ესე თქვა მიაჩუმატეს რა. სლობოდას რეკლამას რო აკეთებდა მაიონეზის. ბუკას ხალი რა ქვია. მიშველაძემ დაუსვა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა გამოძიებისთვის თუ სად იყო კოტე, რომელიც ამბობენ რომ გაიტაცა ხელისუფლების ბრძანებით ნიღბიანმა რამდენიმე ათეულმა კაცმა. მან უთხრეთ რაღაც რომ თავის ტელეფონით ხო გადაიღო ის ვიდეო რა და ხო არის თვითონ ფუნქციონალური ლოკაცია ხო და ჩართეთო ლოკაციაა და უიო ისეთი ანერვული ვიყავითო ვერ ნახეო და გავიდა იმის ორი კვირა და ვასწავლეთ თუ უნდა როგორ უნდა ნახონ ლოკაცია iPhone-ი შენზე კარგად იცის ხო შენ მაშინ რა თქმა უნდა ამას iPhone-ი შენ რო არ სიღრმისეულად იცის სიღრმისეულად ყველა მოდელი ქონდა საერთოდ ექსკლუზიური მოდელებიც კი ბატონო მე იცი რა მინდა რომ გავუშვათ ძალიან მაგარი ვიდეო გვაქვს აკაცუკების აკაცუკების სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობს სადაც სად ჩააგდე შენ ეგ არის იმაში რა ქვია ჩვენთან ჯგუფშიც არის და ფეიჯზე აო აქ არის ბატონო არსებობს თურმე აკაცუკების სარეაბილიტაციო ცენტრი სადაც დადიან ნანუკები და ეს პატარა პეშკა აკაცუკები და ეს ბიჭი თუ გოგო რო ვერ ვარჩევთ დღემდე ეგ და სხვები მათნაირები აფრიაშვილი თუ აფრიამაშვილი ეგ და გარჩე ანუ აქ იკრიბებიან რა ანონიმური ალკოჰოლიკები რო იკრიბებიან ეგრე და აქ გადიან თერაპიას ხო და ეხა უბრალოდ მოусმინე აქ უმაგრესი რეჩი ხო კი ბატონო ცეკოთერაპია კი ბატონო ხო ცეკოთ აჩერება არა თავიდან არის ეს საჩეჩა ამოაჩერა წავედით სულ აღმოჩენაში სულ ახლის გაცნობაში
ეს ახალგაზრდა. ანუ მეგობრებო რო მე ჩაგიგდებ უმაგრეს ვერსიას ამის. ვერსია, სხვა ვერსია. აი, ჩაგვიგდეს. ერთი წუთი. შეგიძლია გავუშვა ახლა, ესაა შედევრი. კი ბატონო, ეს უკვე ჩვენია. ეს სხვა არის, კი ბატონო. ესა როგორ იწყება, ეს ვაქხანალია, რას კი ბატონო, გავუშვათ. ხალხისთვის ეს უფრო გასაგები იქნება, კი ბატონო. იმისთვის რომ ამ ხელა რაღაც ბოროტების მანქანაზე გავიმარჯვოთ და ყველაფერი იყოს კარგად ისე როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ცეკვარი ერთ-ერთი კარგი საქმეა რა. ხო, ეხლა მეგობრებო, ერთ რამეში ბოროტების მანქანაზე გასამარჯვებლად. როგორი დეგრადაცია, ცეკვოთერაპია თბილისში იყო ესეთ კურსები გურჯიევის მეგობრებო. ანუ გურჯიევი ერთ-ერთი მისტიკოსი შეიძლება სხვადასხვანაირად შევხედოთ მის მოღვაწეობას, მაგრამ ძლიერი ადამიანი იყო. და როგორ დაეცა ეს ყველაფერი. ცეკვის თერაპია გურჯიევიდან აკაცუკება. აკაცუკ შამანებამდე. აკაცუკ შამანება. თაზო დათუნაცეკვი ხელახლა საცეკვიო. თაზო დათუნაშვილი, შენი დაზო. რა უნდა ჩვენ ერთადერთი საშუალება გვაქვს ამ ძალის დემონსტრირება. ეს არის ერთად დგომა, ერთიანად დგომა. ამიტომ ჩვენ ისე ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს და აი ბრძოლას, თავჩაუხრელ შრომას იმისთვის, რომ ეს ერთიანობა შედგეს ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური ამოცანა ეს ერთიანობა არის და დღეს მე მგონია ისე როგორც არასდროს ეს გამოჩნდა, როგორი იქნება ხა კონკრეტულად თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ბრძოლის ველი თუ სხვა მეთოდები და ასე შემდეგ, ამაზე აუცილებლად მთავარია რომ ეხლა ლაპარაკი ძალიან ინტენსიურ ფაზაში შევიდეს და მე მგონი ეს მზაობა მე პირადად დავინახე ჩემ აზრს ვამბობ ყველა პოლიტიკური აქტორისგან უნდა შევჯერდეთ და ბრძოლის ტაქტიკაზე ერთიან ბრძოლის ტაქტიკაზე აუცილებლად შევჯერდეთ ეს ბრძოლა მე მგონი თელმა პროცესმა ირაკლი გვანახა რომ ეს ბრძოლა არ გამოვა პოლიტიკოსების გარეშე ზუსტად ისე როგორც არ გამოვა სამოქალაქო აქტივისტები რა მაინტერესებს აი ერთად დგომა ერთიანობა კონკრეტულად რას ნიშნავს ანუ პროსტა რომ ერთად დადგნენ ხო ფიზიკურ სიახლოვეს ანუ არჩევნებში ერთი ნომრით რომ მიიღო მონაწილეობა ან კანდიდატები რომ ერთი ყავდეთ თუ აი ეს რას ანდერ სალომეს ამბრელა არა მე მაინტერესებს ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე სერიოზულად ვიბაზ რო არა ხო ნუ დაზო თადუნაშვილი მოგვიწოდებს ერთად ანეკდოტა რა ვიცი მე წლის დასაწყისიდან მოყოლებული არა მაგნეხანი არ ჩანს მაგრამ ყველა დანარჩენი იგივეს ამბობს ან ჩვენ უკვე ნახევარ წელზე მეტი არის გვესმის არჩევნების ჩატარების მეორე დღიდანვე მე მგონი რომ ამათ ჭირდებათ ერთიანობა რომ უნდა იყვნენ ერთად რომ უნდა იყვნენ მტკიცედ რომ უნდა გქონდეთ და მიაღწიონ შეთანხმება სამოქმედო გეგმაზე და არც სამოქმედო გეგმა აქვს არც ერთიანობა აქვს ხალხსაც ფეხებზე კიდია დარჩათ ბიჭო აი ეგა თერაპიაზე რო დადიან ეგაკაცუკები და ნანუკა ვინც გამოყვება ლობიანებით всё და ეხლა სერიოზულად როგორ უნდა დავაკომენტაროთ ის რომ დაზო თადუნაშვილი გამოდის და ამბობს ჩვენ გვინდა ერთიანობა ძალიან უცნაური გადასვლა მეგობრები თაზოდან ტრამპზე მაგრამ შუა ჩაუფრინეთ ტრამპს ეს თვითონ ერთმანეთში ჩაჯდომის წინ შეაგინა ორ ქვეყანას არ მინდა ერთს უფრო მაგრამ შეგინება ეგ არა მაგრამ უხაბსად მოიხსენია რა ამათო შეაგინა ქვია ქართულად რა კი ბატონო გავუშვით არ დავიდა გაცრავთ აი ხედა დამებლოკა მოდი შეეხლავე დავიდა that have been fighting so long and so hard that they don't know what the fuck they're doing. Do you understand that? ანუ ეს ქვეყნები ომობენ იმდენი ხანი და ისეთი გააფრებით რომ ცენზურა დავიცვათ აზზე არ არიან რას აკეთებენ. ეს ტრამპმა გამოაცხადა ესე ვთქვათ ceasefire ანუ ცეცხლის შეწყვეტა ამის შემდეგ ისრაელმა გაუშვა რაკეტა თვითმფრინავები ააფრინა და შემდეგ ტრამპმა პრეზიდენტის ძალიან უჩვეულო მანერაში უთხრა რომ უკან წამოიყვანა და მართლაც დაბომბვები შეწყდა და ეხლა გადართულია ნატოზე და ისეთი ტვიტი დადო ნახე კი ნატოს იმენა დაერხაო მაყუთები და მოიტათ უკან მაყუთები ტრილიონიო გადავიხადეთ გამოგიღებსო ხერხემლიდან და ამაზე უნდა გებაზროთო მეო ტრილიონს ვიხდით თქვენ არაფერსო რა აქედანო ხო მან მაგარი რა არის იცი რომ წარმოიდგინე როგორ დაძაბულ და მე მგონი ესე მართლა რო გადახედო
ბოლო 4 საუკუნეს. ესეთი რთული გეოპოლიტიკური ვითარება ნახდად არ ყოფილა დღეს ჩვენ რაშიც ცხოვრობთ, იმიტომ რომ აი დაჟე ცივი ომის დროსაც არ იყო, იმიტომ რომ ან წარმოიდგინე ზუსტად 2 დღის წინ ალბათობა მესამე მსოფლიო ომისა და ამის შესახებ შიში იყო 99%-იანი. და დღეს ჩამოვიდა 50-ზე ისევ. ანუ ესე მარტივად იცვლებოდეს რისკები პლანეტარული კეთილდღეობის და მშვიდობის. ისნაური დროა. ზვაოს იგი შეცხოვრო. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ მოხდა უცნაური რამ ირანს ამერიკის პრეზიდენტმა გადაუხადა მადლობა ხო ეს ამაგარი ამბავია რა ხო და არ ვიცი მე ამ სოფლის რო უყურებ უკვე ნებისმიერი განცხადების ეჭქვეშ დაყენება შეიძლება აი აბსოლუტურად აი ნებისმიერი განცხადების ანუ რამდენად ერთი ის ვიდეოც გავუშვი რა დღესო ჭიჭა შეაბძანეს შენ როგორც სიტყვის სამარტოვოში სადაც ზიანო კი ციხეში არა ანუსებივითო სად არის რა ვიცი ხო და პეიჯზე არის ნინ ჩაგვიგდე რა რომ M7 ვიღაც კაცი რო ტირის ეს ძმა არ არის ძმა არ არის ხო ხო მithumet არა ძალიან მაგარი ვიდეო ძმას კიდე ხონდა როგორ ყვარებია ხალხს შეხედე არა ხო რატო ტირის ანუ კიდე ხო ადამიანი ჩასვეს 7 თვით თუ 8 თვით მე 7-ით თუ რა მნიშვნელობა აქვს 7-ით ხო აი ხა გავუშვათ ეხლა ქართული ოცნების პირობებში თან ციხე არ არის ეგ ხალხო პანსიონატში არ არის ეგ ციხე რა ვიცი ხა მე ხე ციხეში ხო ვარ ნამყოფი და არ არის ეგ ციხე კაი მოდი გავუშვით აბა ეს არის პირი რომელიც იდგა დაკავების დროს ოფისთან ხოთა მიჭირთ როგორც პოლიტიკოსები საუბრო ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ჩემს მასზე ვლაპარაკობდა. ნუ ნახოთ ყველაფერი გზელდება და ეს ხმა დევს ზმის კადრში ხმა არა. აუცილებლად. კადრში ვიღაც ტირის. ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერებიც ირაკლი კუპრაძეს ვიღაცას ძმაო მაგრა ნაყვარება. არა. მე მესმის ეს უაშკა ჭიჭლექსა. მეგობრებო, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი სიტყვები დავამხოთ, რევოლუცია ეს სიტყვები, ამ სიტყვებს რა თქმა უნდა თქვენ რო ამბობთ, არა აქვს ძალა, მაგრამ ზოგადად აქვს ძალა. როგორც კი თქვენ დაიწყებთ დამხობაზე, რევოლუციაზე საუბარს, რა თქმა უნდა ხელისუფლებას ექნება რეაგირება და აღარ უნდა იტიროთ, რა ვიცი, ეს, რა ვიცი, რთული გასაგებია, რი. ბაჭო, ეს რთული გასაგებია, როცა ამხობ და 7 თვით გიჭერენ, არ უნდა იტირო რა. არა, ზოგადად უყურებ, ჩვენ მივიღეთ რევოლუციური ну акაც ალბათ უნდა დავამატოთ ფსევდორევოლუციური აქტივიზმი და პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი, რომელიც დავიწყოთ აქტივიზმით. ესეთი სამარცხვინო რევოლუციური მისწრაფების აქტივიზმი, როგორც ჩვენ ნახეთ ნოემბრიდან დღემდე, სადაც გამოდიოდნენ მსახიობები, რომლებიც მისი კარიერით არ ვიცით და გავიგეთ იმით, რომ აქტივისტობის დროს ჩაიდინეს რაღაც სიგიჟეები. თხოვდნენ და მოითხოვდნენ კერძო ბიზნესებისგან სუბსიდირებას მათი გაფიცვის. ანუ, რა ვიცი, ძმაო, утопიური ის რო გააკეთო, რაღაც აი 2100 რაღაც წელი რო დახატო. და იქ რო წარმოიდგინო, აი ყველაზე ისეთ რევოლუცია, რომელიც არ განხორციელებულა, რა შეიძლება იყოს, ადამიანის გონება და ადამიანის ფანტაზია ვერ მოიფრევს ისეთ იდიოტიზმს, როგორც არის სუბსიდირებული გაფიცვა რევოლუციის დროს. ანუ შენ როდესაც იდეას ამბობ რომ მე იმხელა იდეას მე ჩემი ქვეყნის გადარჩენას ვემსახურებ, მე თეატრიდან გამოვედი, იმიტომ რომ საქართველოს არ რუსებენ, დღეს რუსეთის დრო შეაფრიალდება მალე. ამიტომ მე დავტოვე ჩემი პროფესია, დავტოვე ჩემი ყოველდღიური კარმიდამ, როგორც სამცხოვრებრივი, ისე საცხოვრებელი, მე ქუჩაში ვარ, მე მზად ვარ, რომ ყველანაირ გზაზე და ზომაზე წავიდე იმის, რომ ჩემი ქვეყანა გადავარჩინო და ამავდროულად იქნებ საქართველოს ბანკმა ანთიბისიმ ხელფასები აგვინაზღაუროს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გამოვედით თეატრიდან და ფული ხო გჭირდება იმისთვის, რომ გარეთ ვიდგეთ. თეატრზე გამახსენე. ბიჭო, შენ ხო არ მე გადავი რა რევოლუციაში ფული გადამიხადე, მე რომ გავიფიცო რას ნიშნავს. ანუ ეს ყავს უყურე, აქტივიზმზე ყავს ეს. და აქეთ ძმაო, პოლიტიკურ სპექტრზე. ეს ვინც ზიან და ვინც გარეთ არიან კიდე დარჩენილები. ტიპები არიან, რომლებიც რევოლუციას ცდილობენ, რომ მოგიწყონ
გარე სპიკერების ხელით. ჯო ვილსონის ტვიტით, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლით, იმის რასა იუკნევიჩიანეს დაჭერილი ხელში ბანერით, გარეში აქტორებით ტიპები ჩალიჩომეს საკუთარ ქვეყანაში რევოლუციას. და კი, ის პიტეკანტროფი და პირველყოფილი ხაბეიშვილი და ვიღაცები გამოდიან და ეთერში ყვირიან რომ ჩვენ ყვიაზე შუბლით წავალთ რაღაცა, მაგრამ დავამატე, დავამატო. მარტო ამით არა. ლამაზი ბომბდაშენებიდან გამოსოლილი ლამაზი რაკეტებით. კი, და ითხოვენ ამერიკულ ბომბებს საქართველოს ტერიტორიაზე. ლამაზი თვითმფრინავებიდან. ნუ უკვე მომენტ აღარ აქვს, რომ ეთნიკურ წარმომავლობას ბომბის მნიშვნელობა, რომ ლიჟბი ბომბი ჩამოვარდეს, ხო? ამათვის ხო ლიჟბი ბომბი ჩამოვარდეს, ეგ გავა. აღონ მაგათ არ უნდა მოხდეს. იმენა აი აქ უნდა ჩამოვარდეს და ჩვენ დაგხვდეთ. ადამიანი უგორ ჩვენ რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, ვისაც უნდა სუბსიდირებული გაფიცვა და პროტესტი, რომელშიც ფულს გადაუხდიან და კომფორტში იქნებიან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამათ უნდათ ომის ხვის ხარჯზე, ამათ უნდათ კი ურჩევნიათ, რომ საქართველოში ბომბი ცვიოდეს, ვიდრე ამას Facebook-ზე დასაწერად კონდეს ის, რომ აიმე ჩვენ უკრაინელებს საკმარისად არ დავეხმარეთ, ჩვენ რა ქვია, არ მივეცით მათ საჯარისო დანაყოფები და დაიწვა ჩემი გული ამ სირცხვილით და ამიტომ მე მირჩევნია რუსთაველი დაიწვას. რაუსთავარი, აი ხა ჩერგოლიშვილი ძალიან მოწოდა ლამაზი თვითმფრინავებით. ეხა ეს ლამაზი თვითმფრინავები რო აფრინდნენ ისრაელის და არ დაბომბეს ტრაპა რო უკან დაუძახა და მშვიდობა რო არის ეხა და რეჟიმ ჩენჯი რო არ ხდება, მაშინ რა ხდება, აბა? დღეს შემხვდა ჩერგოლიაშვილის პოსტი მარიამ ქრივიშვილს მინდა მიულოც რომ ეს დანიშნა ეკონომიკის წარმატებაზე დიდ წარმატებას რომ მნიშვნელოვანი საპასუხებლო საქმეა და წინსვლა და სულზე ვიძებთ. მარიამ ქრივიშვილზე ქონდა პოსტი. მართლა? ან როგორც კი დაინიშნა, პირველი კომენტარი რაც გააკეთა იყო რომ შენ მუქარა გაუშვა, შენო მთელი ოჯახიანად დაგასანქცირებენ. რის გამო? აი უყურე რის გამო მარიამ ქრივიშვილი არის ის პოლიტიკური სუბიექტი მართლ გუნდში, რომელმაც ლამის ყველა რაც კი ევროპული ფრენა არსებობს, მისი დალაგებული არის ამ ცხოვრებებთან. ავია კიდევ პროკურორიც აირჩიეს, მასაც წარმატებას უთხრობდა. პროკურორზე არც არაბობს. შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის. უბრალოდ ვინძე არ დაევასა, სიმპათიური რო არის, შეშურდა. კი, რა თქმა უნდა, ხალური ამბები. ლაპარაკი. ლევან სანიკიძე ამბობს ფანტასტიკური. გულბოს ჯუნიორი. კი ბატონო. ამ თამაში ან ჩვენ ვზრდით კრიზისის ტემპერატურას და ჩვენი თამაშის წესები შემოდის, მეტი სანქციები, არ თანამშრომლობა, რაც ჩემი აზრით გულისხმობს, რომ უფრო მეტ ადამიანს მოიწევს, მათ შორის საპატიმროს გამოცდაც, მაგრამ ესეა, ან ვირჩევთ, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს, ან არადა ეს გრძელვადიანი თამაში 2028-მდე არ გამოვა და ნაციონალურ მოძრაობას ამას დავამატებ. როდესაც ამბობენ, რომ თითო მანდატისთვის ვიბრძოლოთ, ვაკონტროლოთ 2013-ში, 14-ში, 16-ში, ეგეთი არჩევნების მეჩი რა აქვს ნაცმოძრაობას მონაწილეობა მიღებული, როცა იცოდი რომ ვერ მოიგებდი, მაგრამ დიახ, კონტროლის ვიგჭირდებოდა და ეხლა სხვა ვითარება. ანუ სადაც ვიწროა ძალიან რო ვთხოვო რომ მე უბრალოდ აი რო შევევედროთ რაღაც რა ვიცი ხაძზე რო დავაფიცოთ, რომელისაც წამთ რომ აი აწიონ ეგ ტემპერატურა და სადაც ვიწროა მართლა იქ გაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ რომ დავასრულოთ რა ეს ხან არის. არა, გაწყვეტილია კაცო, ყველაფერი არის გაწყვეტილი, მოწყვეტილი. ყველა დაჭერილია. მამამის რა თქმა უნდა არ დაიჭერენ, იმიტომ რომ ვის რაში უნდა ვის რაში უნდა ჯერ ერთი, მეორეთი რომ დაუძახონ დიდი სიამოვნებით მივა. უპასო ჭამა ექნება ხო არ მე გადავეო. მაგრამ ამას არ აკარსებს რომ კიდევ ერთხელ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს ამ ტიპის სათქმელი არა. ვისი ოპოზიციას ვის სათქმელია? აი ვის ეკუთვნის რომ ეგ თქვას აი რომ გამოვიდეს კამერაში შემოიხედოს შესაბამისად თვალებში ჩახედოს და გითხრას რომ სადაც ვიწრო იქ გაწყდეს. მეგონა ეგეთი იყო გახარია, მაგრამ გამიწრო აიმეთები და გაიქცა. ხო, არა, მოდი ესე ვთქვათ რა, სადაც ვიწრო იქ გაწყდეს, ეს არის სხვანაირი ადამიანი, ცუდის და კარგის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ჭკვიანის და სულელის. სხვა ნებელობის მქონე ადამიანის სათქმელი და ესენი ძალიან აკადემიურად ჩამოაყალიბა. კი ბატონო. ნუ ხათი შორის არ მინდა სიტყვაობა ეხლა. იცი რა, მე გეტყვი რა, ოპოზიციაზე რა ვიცი ეხლა. ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ მანამდე რომ ოპოზიციას ეხლა ჩვენ შინაარსობრივად ძალიან გვიჭირს დაცი, ხო? და ვიზუალურადაც და შინაარსთაც ერთნი არიან აღარ გამოდის, გარეგნულადაც აღარ გამოდის რა. ჩვენ უყურებთ ოპოზიციის საზრისის დაკარგვას. ანუ არა მარტო კიდევ ერთხელ ვამბობ აზრის და არსის, აი როგორ მინდა გამოვხატო შეიძლება ვერ ვამბობ. არსი, აი ოპოზიციის არსი, როგორც ასეთი საქართველოში არის
დაკარგული და მოხდა ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ განსაკუთრებული იდიოტები აღმოჩნდნენ ოპოზიციაში. აი მათ ეგონათ რომ სახელმწიფო ჩამოიშლებოდა არანაირი ნიშანი არ იყო ამისი, არანაირი და მთელი ეს სტავკა გააკეთეს სახელმწიფოს სისუსტეზე. როგორ გააკეთეს ეს უბრალოდ ჩემთვის უბრალოდ აუხსნელია რა. აი სიგიჟია რაღაცა. სახელმწიფოს სისუსტეზე ფსონი არ გაკეთებულა. ამათ მარტივად მიიღეს ბრძანება, როგორც ბრძანების შემსრულებელი ვინ? ვიღაცამ. აი ხაზარაძეს ხო ფული აქვს ნაშოვნი. ძალიან ბევრი. რაღაც ანალიზის უნდა არის. ფინანსურ ოპერაციებში ალბათ როგორ მოგიგოს მაყუთი მაგაში ალბათ ძალიან გამჭრიახი არის, მაგრამ პოლიტიკურ შორსჭრეტელობაში ხედავთ ხო რაცა? ანუ რა პარტია შექმნა, რა პიარი აწარმოა, რა დაპირებები გასცა, ანუ კაცი არის სანიმუშო მაგალითი იმისა, როგორ უნდა გასცე აბსოლუტურად ფუჭი და შეუსრულებადი დაპირებები. და როგორ უნდა რა კამპანია აწარმოა? როგორ უნდა დააბოლო ყველაზე ბანძად. იმიტომ რომ მე არ დამოვიწყდება, შეიძლება გვირაბი შემეშალოს, მაგრამ თუ ზუსტად მახსოვს გუდაურს დამაკავშირებელი ტანკების შემოვლენა. მაგასო ქართული ოცნება აკეთებს, იმიტომ რომ რუსული ტანკები შემოიყვანონო რუსული ტანკები შემოიყვანონ თბილისში. ანუ საერთოდ აქვე არის აგერ. ეს არის პოლიტიკოსი, რომელსაც კი სწორად აღნიშნე, ბევრი ფული აქვს ნაშოვნი და ალბათ მათ ღირსმათიანია და გამჭრიახია და იცის. მაგრამ ტიპმა გააკეთა პრესკონფერენცია, ჟურნალისტები დაიბარა და აიხა მე მაგ გარს აუწევო და გვირაბი შენდებო, რომლითაცო რუსული ტანკები და შემოიყვანო თბილისში. ამით ჩათვალო რომ ზიანს მიეყენებდა და მეგობრო კიდევ ერთი საშინელი შეცდომა, როცა ბიძინა ივანიშვილს დაუწყო countdown-ი და ათვლა დაუწყო. უბრალოდ სიგიჟე იყო. ბიზნეს არჩევნების დღე იყო, ბოლო ათვლის წერტილი, სადაც უნდა დასრულებულიყო ეს countdown-ი და ითვლებოდა რომ აი ამდენ დღეში, ანუ რომელ ოქტომბერს ხო 26-ში ხო? არ ვიცი. ხო, სიტყვაზე 26 ოქტომბერს ბიზნეს ამშვილი იქნება მოსკოვში. მოსკოვში და ეს თვითონ არის სად არის? სად არის და სამარტოოში საკაში გადაკეტილია ანუსები. დიდი მადლობა ხვალ შეხვდებით ერთმანეთს, ხვალ რა თქმა უნდა გურაბიც იქნება. ხო, ამამდე.